მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმებით დამსწრე საზოგადოებას. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ხდომას გახსნილად ვაცხადებ. ჩვენ მეგობრებო, ერთი საკითხი გვაქვს დღის წესრიგში, ქორუმი გვაქვს. შეგვიძლია დავიწყოთ. ერთი საკითხია დღის წესრიგში და წაკითხავთ დღის წესრიგის საკითხს. არანაკლებ 25,000 ამორჩევლის ინიციატივით ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის აკაკი ჩიკობავა, ანა კამლაძის, გიორგი ქართველიშვილი, გიორგი ხასაია, ეკატერინე დანელია, ვახტანგ ნაცვლიშვილი, თათია ფერულაშვილი, ინა ჩარკვიანი, კონსტანტინე ჩაჩიბაია შემადგენლობით არის ეს ჯგუფი რეგისტრაციის საკითხის განხილვა. ვინ არის მომხმარო დღის წესრიგით ვიმუშაოთ? მადლობა. თქვენ ისნებებთ მოგახსენებთ დღის წესრიგის საკითხს. ამომრჩეველთა შესაბამისმა საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც ჯერჯერობით არის რეგისტრირებული, ისარგებლა საკანონმდებლო საკონსტიტუციო შესაძლებლობით 25,000 ამორჩევლის ხელმოწერით შესაბამისი კანონპროექტის ინიციირების თაობაზე, რომელიც ეხება განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანას, როგორც მოგახსენებათ ჩვენი კომიტეტი თანახმად საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის არის პასუხისმგებელი პირველ რიგში მოახდინოს შესაბამისი რეგისტრაცია ამ ჯგუფის იმ შემთხვევაში თუ კი წარმოადგენელი მასალები აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო უკვე შემდგომ თუ კი იქნება წარმოდგენილი 25,000 ხელმოწერა, შემდგომი სამართლებრივი პროცედურა იქნება დაწყებული. ჩვენს მიერ იქნა შესაბამისი დასკვნა მომზადებული ამ საკითხთან დაკავშირებით. მე გაგაცნობ დასკვნის პროექტს 26 წლის 8 მაისს კომიტეტის სტომაზე კომიტეტმა განიხილა საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ წარმოდგენილი არანაკლებ 25,000 ამორჩევლის ინიციატივით ზოგადი განათლების შესახებ კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე კანონ პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქე და საინიციატივო ჯგუფის მაგარ ჩავიკითხავ იგივე შემადგენლობა არის რაც მოგახსენეთ განცხადება განხილვის შედეგად დავადგინეთ რომ პარლამენტის ბიუროს მიერ მოწოდებული საინიციატივო ჯგუფის განცხადება თანდათული მასალები წარმოდგენილია პარლამენტის რეგლამენტის 123 მუხლის პირველი და მეორე პუნქტის მოთხოვნათა დაცვით. კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარება და მას გადაეცემა კომიტეტის დასრულებისთანავე სარეგისტრაციო თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში სარეგისტრაციო მოწმობა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ აღნიშნული კანონპროექტის მხარდაჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად დადგენილი ფორმის ფურცლის ნიმუში. მოგახსენებათ არის ეს ნიმუში, რომელიც უნდა იქნას გადაცემული საინიციატივო ჯგუფისთვის და შემდგომ უკვე დაველოდებით ჩვენ კანონდადგენილი ვადაშიტე წესით ამ ხელმოწერთა წარმოდგენას. ეს არის სულ კითხვები, მოსაზრებები, შენიშვნები, თუ არ გაქვთ, შემიძლია კენჭისყრაზე დავაყენოთ ეს საკითხი. ბატონო, ვინ არის მომხრე მხარი დაუჭიროთ დასკვნას? დიდი მადლობა, მიღებულია საკითხი, სხდომა დასრულებული.